გიორგი ახობაძე ამბობს, რომ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმის თქმით, თავდამსხმელებმა უთხრეს, რომ პოლიციიდან იყვნენ. ახობაძე ყვება, რომ უცნობი ავტომობილი მას აეროპორტიდან აედევნა. შუა ქალაქში ტაქს უცებ გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებმა წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა. რა თქმა უნდა, ამას არავინ გამოიძიებს, ამბობს ახობაძე. უცნობია დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება. უკრაინელებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ინდუსტრიულ ობიექტს შეუტიეს, დაიბომბა ელექტროინფრასტრუქტურა და საწვავის საწარმოები ვოლგოგრადის, ლიპეცკის, ნიჟნი-ნოვგოროდისა და კურსკის რეგიონებში. დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა ნავთობქიმიური ქარხანაც. უკრაინა იარაღის ექსპორტისა და ერთობლივი წარმოების ოფისებს ბერლინსა და კოპენჰაგენში გახსნის, ამბობს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისინი შეძლებენ საკმარისი თანხის მოპოვებას დეფიციტური იარაღის წარმოებისთვის. ჯო უილსონს ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის იმედს არასდროს გაგიცრუებთ, დაწერა ტრამპმა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოახლოებული კონგრესის არჩევნების წინ სამხრეთ კაროლინელ ამომრჩეველს მიმართა. მისი თქმით, უილსონი სამხრეთ კაროლინის მეორე საკონგრესო ოლქის უდიდესი ჩემპიონია.